მათ შორის ვადევნებდით თვალს ჩვენ სახალ ამბებში გადიოდა თქვენ შეხვედრები ქალაქიდან რო გავიდეთ თბილისიდან ასე ხო ნიკა ზირთა ადამიანს საუბრობდა რეგიონებში სადაც ერთის მხრივ მაღალი ფასები ხო არის პრობლემა და მეორეს მხრივ აი ამ ამოტრიალებული ეკონომიკის ის თავისებურებები როცა ქვეყანაში რაღაცის წარმოებაც კი აბსოლუტურად წამგებიანი ხდება მივიღეთ ძალიან რთული სიტუაცია ის ვინც რაღაცას აკეთებს ისიც დამცირებულად და წაგებულად გრძნობს თავს და მის სოციალური მდგომარეობაც მძიმდება განსაკუთრებით მაღალ პროცენტიანი კრედიტების გამო და ვინც საერთოდ უმუშევარი არის ამ მხრივ სტატისტიკა რაც ვნახეთ 724,000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა გასულ წელს იღებდა შემწეობას ანუ აი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ანუ მათი მდგომარეობაც მძიმდება იმიტომ რომ რასაც ნომინალურად იღებს იმით იმასაც ვერ ყიდულობს რასაც ჩარჩან ყიდულობდა აი სიტუაცია რო აღწეროთ მაინც ყველაზე მწვავე და ბოლო გამოწვევები რა არის თქვენთვის ხალხთან ურთიერთობაში კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს მინდა ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს ჩვენს თანამოქალაქეებს მივესალმო მათივე ენაზე შულავერ კირხლი სეიდ ხოჯარი ვერ არაფლი სიქინ ლერინე სალამ ლაირამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეები არიან საკმაოდ პატრიოტები მე ვიყავი ჩასული ქვემოქართლში მარნეულში შულავერში არაფლში სეიდხოჯალში მათ შორის კირხლში ქართულად და აზერბაიჯანულ კირხლი ქვია ანუ ეს ხალხი აწარმოებს აგროპროდუქციას საკუთარი ხელით არანაირი სახელმწიფო დახმარება მათ არ უნდათ აწარმოებს საქართველოს არ უნდათ ეს ადამიანები აი ნამდვილად მარნეული საქართველოს ბეღელია და აი ეს ადამიანები ქმნიან ჩვენ სასურსათო უსაფრთხოებას აი გარანტია იმისა რომ აი ჩვენი პროდუქცია ქონდეს აი ეს ადამიანები ყოველ დღე შრომობენ და აი ამ ხალხთან ქონდა ავთენტური კავშირი აი პირისპირ საუბარი მათ პრობლემებს და აი საოცრება მოისმინე აი ყველა დონის კორუფცია რო არის ქვეყანაში ეს ადამიანები შულავერში სოფელში დახსე ყიდიდნენ საკუთარ მოწეულ პროდუქციას თავისუფლად ჩადიოდა მათ შორის თბილისის ბაზარი და მიქონდა ეს პომიდორი რომელიც არის საკმაოდ იაფი 3 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობდა ეს ადამიანები აი ამას ძალიან თავისუფლად ახერხებდნენ აწყობილი სქემა ჰქონდათ ესე რომ ვთქვათ და რა მოხდა მერმა მარნეულის ახალმა მერმა რაღაც კორუფციული ინტერესებით შემოიტანა აზერბაიჯანული პომიდორი და ამათ დაუდო ცხვირწი ანუ ეს პომიდორი ახამდე შემოდიოდა ეხა კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არსებობდა რომ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ სხვადასხვა სახით ითარგმნა ის რომ ვიღაცებმა ჩათვალეს რომ ეს ადამიანები რაღაცის აკრძალვას ითხოვენ არა ითხოვენ იმას რომ კორუფცია არ იყოს და მერმა რაღაცა საკუთარი ჯგუფის დახმარებით აი ეს ადამიანები არ დაჩაგოროს აი ამას ითხოვენ რომ უსამართლობა არ იყოს ამ ქვეყანაში და ჩვენ როდესაც ქონდა შეხვედრა და საუბრობდით ამ პრობლემებზე მათ შორის რა პრობლემებია ხო დამესვა კითხვა რა მტკიცებულებები გაქვთ რომ მერი აკეთებს ამას და მე გამახსენდა იქ პურის გაყიდვის ბიზნესის გამო რომ შუა ქალაქში გახეთქეს ცემაში ადამიანი იმის გამო რომ ის ფას არ უმატებდა და სწორედ ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლების ანათესაო და უახლოესი გარემოცვა აღმოჩნდა ასე რომ ამ ხრივ იმას მტკიცებულებებია ვიდრე ვინმე შეიძლება რამე ჭირდება მტკიცებულებები მარნეულის მერზე კი არა თვითონ სუსი ამბობს რომ ყველა დონის კორუფცია ქვეყანაში ანუ გამოვიდა სუსის სპიკერი და თქვა რომ ქვეყანაში არის ყველა დონის კორუფცია და მარნეულში ახალი ადმინისტრაცია ესე რომ ვთქვათ კოცების ახალი ადმინისტრაცია რომელმაც დაიწყო რაღაც თავისი ქსელი შექმნა იქ და ეს ადამიანები დაჩაგრეს, უბრალოდ დაჩაგრეს. და რა სიტყვენ თუ აზერბაიჯანში არ გვიშვებთო, იქიდან შემოტანილ პროდუქციას ხვირწინ უნდა გვიდებთო, ხო? რომ ჩვენი პროდუქციის მოწეული პროდუქციის რეალიზება რას ნიშნავს რომ დავუწყოთ რომ აქ ჩვენი თანამოქალაქეები უკვე 6 წელია აზერბაიჯანში ვერ გადადიან. სხვათა შორის რატომ არის დავიწყებული ეს თემა რომ ჩვენ ჰერეთში მქონდა ჩვენი ეპარქია სოფელ კახში არის წმინდა გიორგის უნიკალური ძეგლი არსებობდა მრევლი, არსებობდა ეპისკოპოსი, ახლა არც ეპისკოპოსს ახსენებენ. საერთოდ იქ ჩასვლა გამორიცხულია, ხო, აქედან უნდა გადაფრინდე, მე ბაქოდან ავტომობილით უნდა ჩახვიდე. ჰერეთში საინგილოში ჩვენ მიწაზე ისტორიულ მიწას გულისხმობ და ნუ აი ეს ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ახერხებენ საავტომობილო გზით აზერბაიჯანში შესვლას, იმიტომ რომ ჯერ კოვიდ პანდემიას აბრალებდნენ, მერე სხვა რამეს აბრალებდნენ. მოკლედ
ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მაგრამ ჩვენ თანამოქალაქეები მათი პრიორიტეტი არ არის, პრიორიტეტი ერთი ადამიანია აბას თუმანში, აი ხა ცაცრო გადაკეტა. აი ის არის მათი პრიორიტეტი. და ეხლა ისევ დაუბრუნდები ქვემო ქართლის პრობლემას, ხო? აგროპროდუქცია არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებულები, 1 ლარიდან ისევ 60 თეთრი წავა უკან. ანუ აღარაფერი აღარ დარჩება ქვეყანაში, ამიტომ საჭიროა რომ ჩვენი აგრარული პროდუქცია იყოს დომინანტი, იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის, ეს პირველ რიგში ნიშნავს რას, რომ სოფლად დავეხმაროთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მიწაზე დასაქმებულ ადამიანებს, რომ მიწაზე მუშაობას კონდეს ფასი და საწვავი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ 100 ლიტრი დიზელი მეწარმისთვის, მათ შორის ფერმერისთვის, გლეხისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ მისი მოწეული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და ეს არ არის რაღაცა დიდი და საოცარი თანხა. ამას სხვა შორის ახლა ჭირდება ოპერატიული რეაგირება, იმიტომ რომ ახლა მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები და ის რომ ეს უკვე დასრულდა, მიწის დამუშავება დასრულდა. თბილისში რა ფასადას თუნდაც მარნეულიდან შემოტანილ ხილბოსნეულს ყიდულობდით, ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ რამდენიმე პროცენტით კიდე გაძვირდება, იმიტომ რომ საწვავის ფასი დიზელის ფასი მომატებული არის. ამას ალბათ ემატება ელექტროენერგიისა და შესაბამისად მაცივრების გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასის მატების თემაც, ხო? ანუ აი რა მინდა რომ გავიხსენო, როდესაც იყო ეს კომუნიკაცია. რა მინდა იცი რომ რამდენად აი დღეს ეს თქო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასაც მოუბრუნდეთ. სწორია რომ თქვენ ადგილობრივი ფერმერებისა და კონკრეტული ადამიანების პრობლემებიდან დაიწყეთ, მაგრამ ბატონ გიორგი, ცოტა რომ განვაზოგადოთ ეს თემა. ყველა მის რომ ქართული ოცნება არის ივანიშვილის ლურჯი მელია. ფორმით ერთ რაღაცას ამბობენ, მაგრამ შედეგი სხვა არის. და გასაგებია ყველაფერი, ყველა მიცის, რომ მათყუარები ფარისევლები არიან, მაგრამ რას თავაზობს ოპოზიცია? ოპოზიცია უნდა იცნობდეს ქართულ ხალხს, მშრომელ ადამიანს, რომელიც ქმნის პროდუქციას, რომელიც ღედაღამე მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია გაიტანოს ბაზარზე და არ უნდა განდევნოს კორუფციულმა რაღაცა ქსელმა ეს პროდუქცია, ნატურალური პროდუქცია. ამიტომ ჩვენ როდესაც საუბრობდით და მათ შორის ჩვენ ინიციატივა ჩავიტანეთ, რატო გაახსენდა იქ ადგილობრივებს მიხეილ სააკაშვილი? რატომ მოიკითხეს მიხეილ სააკაშვილი? რატომ ახსენებენ რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა აიღოს ისევ ხალხს ზრუნვა და ანუ პირდაპირ გზავნილები იყო და აი ჩვენ როდესაც საწოლზე დაუწყეთ ლაპარაკი, საწოლზე დაუწყეთ ლაპარაკი. ამიდორის მიღმა რადგან სააკაშვილი ახსენეთ, აი ობიექტურობა მოითხოვს უბრალოდ ჩემი მხრიდან ვახსენო, რომ მე ვერ წარმომიდგენია რომ სააკაშვილის დროს მოხდარიყო ესე, მათ შორის ამ ჩვენს ორ მეზობელ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფარგლებში და ლიდერების ტრადიციული ურთიერთობების ფარგლებში, რომ იგივე ალიევთან ურთიერთობაში ასეთი ტიპის გაუგებრობები ამდენი ხანი მოუხსნელი ყოფილიყო, როგორც არის საზღვარზე გადაადგილების თემა, როგორც არის ერეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თემა, როგორც არის მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის და თანასწორობის პრინციპის დაცვა. ეგ ვერ წარმომიდგენია უბრალოდ აი ხალხმაც მინდა გაიაზროს მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა სააკაშვილის ალკეული ქმედებების მიმართ თუ ასე შემდეგ, უბრალოდ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი ან ნებისმიერი ყარად მდგომი ქართველი პირველი პირი იმ ურთიერთობების ფონზე და კვალობაზე, რაც ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს, რომ ეს თემები ამდენი ხნის განმავლობაში ასე გადაუწყვეტელი იყოს. მაშინ, როდესაც სათავისოდ ბევრ რაღაცას ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაჩარხონ და მე მგონი ესეც არ გამოდით ბოლოს. კი და ანუ არსებითი რა არის, რომ ყველა სოფელში იპოვით ადამიანს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილისთვის ხელი აქვს ჩამორთმეული. და იხსენებენ ამ ყველაფერს საწვავის აი ეს ჩვენ რაც გვაქვს ინიციატივა გაახსენა ყველას ძველი დრო. როდესაც აი ისე ვიტყვი რა, კანისტრებით არიგებდნენ საწვავს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. და ეს კამპანია იყო გაშლილი მთელ საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ 90-იან წლებში ქართულმა სოფელმა გადაარჩინა საქართველო. და თუ ჩვენ სოფელს არ მივხედავთ, რა ეკონომიკაზე, რა ფასების კლებაზე, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ანუ მიწაზე შრომა თუ არ დაფასდა და დღეს შრომელი ხალხის დღეა, ხო, საერთაშორისო დღეა და ყველგან იყო აქცია. ბათუმში იყო აქცია, თბილისში იყო აქცია. სოციალური აფეთქება ქვეყანაში ეს გლობალური კრიზისი, რომელიც შუა აღმოსავლეთშია, ეს მხოლოდ
წვერი არის იმ აისბერგის, რომელიც გვიახლოვდება. ეკონომიკური კრიზისი ჩვენ წინ გველოდება და გავიხსენოთ, ვინ არის თავარი კრიზის მენეჯერი საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სოფლიოში იყო ეკონომიკური კრიზისი, არა მხოლოდ მართა პროცესები, არამედ საქართველოში სტაბილური იყო საწვავის ფასი, დენის ფასი და არ იყო ასეთი სოციალური წნეხი მოსახლეობის მიმართ. და პარადოქსია, ხო? თავარი კრიზის მენეჯერი ციხეში და ბანდიტები გარეთ, ხო? აი ეს არის თან ყველაზე მთავარი რა არის, ისევ გადავალ აი ამ ინიციატივაზე, მინდა რომ ჩვენ თანამოქალაქეებს ვხრევ და ამის ხსენების მიღმა თავისთავად ცხადია, როგორც მთლიანობაში ოპოზიციას თავისი გარკვეული გეგმა უნდა ქონდეს, ისევე კონკრეტულად სენს. აი მინდა რომ გეგმაზე ვისაუბროთ, ბატონ გიორგი, 2 წუთი. ჩვენ გვაქვს 3 ნაბიჯი. პირველი ეს არის საწვავზე აქციზის განახევრება. ანუ სამართლიანი ტარიფი ხალხს თუ ჩვენ საწვავზე აქციზს გავანახევრებთ, ეს ნიშნავს, რომ ლიტრა საწვავის ღირებულება ბენზინის, დიზელის 30-40 თეთრით შემცირდება. ჩვენ რას ვამბობთ, რომ აი ამ დროს, როდესაც გლობალური კრიზისი გვიახლოვდება, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? კამარი უნდა შემოიჭიროს, დენის ტარიფი უნდა შეაჩეროს, რომელიც გაზარდა და ფაქტობრივად გვახდევინებენ ივანიშვილის ბიტკოინების ფასს ჩვენ გვახდევინებენ, ქართულ ხალხს ახდევინებენ და ეს არის სისტემური ძარცვა ჩვენი თანამოქალაქეების და მესამე კი სოფელს ჭირდება მხარდაჭერა და ეს ჩვენი პროგრამა არის ახლა და ამ წუთაც მნიშვნელოვანი, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ეს გლობალური პროცესები და კრიზისი, რომელიც ჩვენ ქვეყანასაც უახლოვდება, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ან ოპოზიციის მხარდამჭერებს, არამედ შეეხება მათ მხარდამჭერებსაც და ჩვენ მოქალაქეებს უნდა გაუფრთხილდეთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ ამას ვეუბნებით ხალხს, როდესაც ხალხში ვართ, ხალხთან ვართ, რაზე ვსაუბრობთ? ხო, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახლა მოდი პოლიტიკური დაყოფას თავი დავანებოთ, პრობლემა გვიახლოვდება, თან ეს პრობლემა იქნება ღრმა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ვეღარ შეძლებს მანიპულაციას, როგორც დაიწყო ხა აი ამ ლურჯმა მელიამ ივანიშვილის კობახიძემ, ხო პარადოქსია, ანუ 18 კვირის წინ გითხრა, რომ 86%-იანი ფასნამატი არსებობდა და ახლა 3 თვის თავზე პარლამენტში რო საგამოძიებო კომისია შექმნეს, რა გითხრა საგამოძიებო კომისიამ, რომ თურმე ეს ფასნამატი არ არსებობს და პრობლემა ბიზნესშია, რომელიც მისი შემომწირველია და ჩვენ რო ვამბობდით, რომ პრობლემა ივანიშვილმა და კობახიძემ არა დახლზე, არამედ საკუთარ გუნდში უნდა ეძებოს და გადასახადები შეამციროს, არა, ამ ფასნამატსო, აგერ სუსიო გამოიძიებს კარტელურ გარიგებებსო და ყველაფერს მოვაგვარებთო. პირველი შედეგები აპრილში იქნებაო. დღეს არის 1 მაისი. სად არის ირაკლი კობახიძე? რას მანიპულაცია დაიწყო, რომ აი ხორცის ფასი, აი მართლა სამარცხვინო, ჩვენი ქვეყანა ამას არ იმსახურებს. არ იმსახურებს აი ესეთ პოლიტიკოს, არც ქართული ოცნების მხარდამჭერების. სირცხვილია. უბრალოდ ელემენტარული სტანდარტი პოლიტიკოსის მოითხოვს, როცა რაღაცას იტყვი და ვერ გააკეთებ, პასუხისგებლობა უნდა აიღო. თვითონ უნდა წავიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ ხალხს, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ამას არ გააკეთებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ძალაუფლების წყარო არის ის ადამიანი, რომელიც ბიტკოინების ფასაც ახლა ქართულ ხალხს ახდევინებენ. ლაშე, ამ ეტაპზე რა უფრო გირჩევნიათ ოპოზიციას, რომ სწორედ ამ პირობების გამცემი და ვერ შემსრულებელი და მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდანაც კი, შერისხული და გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ძალიან უკმაყოფილოა ხალხი, მათ შორის მათი მხარდამჭერები, იმიტომ რომ ბაზარში ისინიც დადიან და მაღაზიაში ყოველდღიურად ოჯახებისთვის და შვილებისთვის ყიდულობენ. სტილობენ იყიდონ ეს ხორცი, რაზეც ის ლაპარაკობდა, თორემ ვირას ყიდულობს, არა? 9 კილოთი მას ვერ გააკეთებ, რა ქვია, ხორციან სუპს ვერ გააკეთებ, თორე არ არის აქ საუბარი რაღაცა ტიპის კერს. ასე 9 კილოობით და 300 გრამობით ბევრი იძულებულია რომ იყიდოს, მაგრამ არავინ არ ანგარიშობს ოჯახისთვის რაღაცას, ხო? ეს მანიპულაციის მთელობა კი იყო, მაგრამ ამაზე სულ გაბრაზდა ხალხი ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. კითხვა იმაშია, რა უფრო გირჩევნიათ ახლა თქვენ, რომ ივანიშვილმა კობახიძე დატოვოს ასე დისკრედიტირებული მაგ თანამდებობაზე, რომ თუ იყოს, რომ თქვენი განსხვავებულობის ჩვენება და ასე თქვათ ცდელობა, რომ ეს რაღაც პოლიტიკურად კონვერტირდეს რაღაც მხარდაჭერაში, პარტიულ მხარდამჭერებში უფრო ეფექტური გახდეს. ჩვენ რაც გვინდა ვიწერია ამ პროგრამაში 3 ნაბიჯი ფასების სტაბილურობის. იმიტომ რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობლებისთვის, ჩვენი ნათესავებისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ არ უნდა დავყოთ ივანიშვილივით ბანაკებად ჩვენი ხალხი.
ჩვენი ხალხი უნდა გავაერთიანოთ. პრობლემა გვიახლოვდება და უფრო ღრმა იქნება. ამ პრობლემას სჭირდება მართვა, კრიზისს სჭირდება მენეჯერი და ყველა მიცის ვინ არის ეს მენეჯერი. მენეჯერი ციხეში ყავს ივანიშვილს და ერთი აი ავთენტური ურთიერთობებზე როდესაც საუბრობდი, ნავთლუხის ბაზარში ზია პატარაია, ქალბატონი მოვაჭრე, რომელთანაც ჰქონდა დიალოგი, გაიხსენა ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დადიოდა და ეს ავთენტური ურთიერთობები ჰქონდა. და აი ხომ ნამდვილად სიგიჟეა რომ ლევანი ნამდვილად სახალხო ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აწამეს და ახლა ვინც აწამა იმათი ჩვენებით არის ციხეში და უპირებენ დიდხანს გაშვებას ციხეში. აი სიგიჟეა ნამდვილი, ხა რო უყურებენ და ყველა მიცის რომ რატომ უნდათ ლევან ხაბეიშვილი იყოს ციხეში, რატომ უნდათ რომ მიხეილ სააკაშვილი ყავდეთ ტყვეთ, იმიტომ რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის რომ სახალხო პოლიტიკოსების თუ იქნებიან გარეთ ის ჩამოიშლება, მისი კორუფციული სქემები ჩამოიშლება და ყველაზე მეტად ადარდებს ახლა რომ ოპონენტი არ ყავდეს, ოპონენტი არ არსებობდეს და აი ამ პარადიგმაში აცხოვრებს მთელ ქვეყანას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო გასაგებია ოცნება რასაც აკეთებს. ძალიან მკაფიოა, ნათელია, რომ ისინი ემსახურებიან ივანიშვილს. იმიტომ რომ წამთ ესეც წამთ რომ ძალაუფლების წყარო მათთვის არის ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ ჯერა რომ ქართულ ხალხს შეუძლია ეს ქვეყანა დაიხსნას ოლიგარქისგან. ჩვენ გვჯერა იმის რომ აი ამ სამი ნაბიჯის გადადგმა ქართულ ხალხთან ერთად შეგვიძლია. აი ახლა ხო ნამდვილად დაწერა უამრავმა ადამიანმა და მათ შორის ჩემს წინ იყო სტუმარი და ბევრ პრობლემაზე ისაუბრა და აი ჯარიმები ხო თბილისში რა ხდება ციფრებით რო აღწეროთ კახი კალაძე მერობის პერიოდში 450 მილიონი ევროს სესხი აკიდა თბილისელებს ეს ფული მოტეხა სავარაუდოდ კონკრეტული ადამიანებმა ოქროს ზოდები დაილაგეს და თბილისელები დგანან საცობში. რატომ? იმიტომ რომ ეს ფული სწორედ ტრანსპორტის განვითარებას, მეტროს განვითარებას, ბასლაინების დახაზვას, ის რომ საცობი არ ყოფილიყო, ის რომ ხიდი აშენებულიყო, დღეს მქონდა რა ვიდეო ჩართვა, მათ შორის ვებხიდა მოყმეს ძეგლთან, სადაც ხიდი უნდა ყოფილიყო სამტრედიის ქუჩაზე და არ არსებობს ეს ხიდი. ეს ფული შეიჭამა და ჩვენ რა რეალობაში ცხოვრობთ. ყოველწლიურად თბილისელები აი ამ ვალის მომსახურებაში ლარებში ეს არის 1.2 მილიონი ლარი და მისი მომსახურება ყოველწლიურად გვიჯდება 100 მილიონზე მეტი 100 მილიონზე მეტი და როგორ აგროვებს კალაძე და ეს ოცნების დაჯგუფება ამ ფულს ჯარიმებით აი ხა ძალიან მარტივია ვაკეში საბურთალოზე ცენტრში ვერსად ვერ ნახავთ საპარკინგე ადგილს მაგრამ რა გააკეთეს გააძვირეს პარკირების ჯარიმა მიდევნება ხო და აი ეხლა ხო ყველაფერი მკაფიო მე არ მინდა იმიტომ რომ ყველა გასაგებია ქართული ოცნება რომ ქურდი კორუმპირებულია და ქვეყანაში არის კლეპტოკრატიული რეჟიმი ყველა მიცის მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია როგორ შეგვიძლია კორუფციის დამარცხება როგორ შეგვიძლია კორუფციული სქემების დაშლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ ეს პრობლემები გაღრმავდება თუ რეალურად ქვეყანაში ცვლილებები არ მოხდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლაპარაკს მე განსაკუთრებით აი ამ კონკრეტიკის შემოტანას და ხალხის პრობლემების და ამასთან ერთად როგორც პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებელი პირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაორგანიზებას იმიტომ რომ ამ განწყობების მომწიფებას აუცილებლად ჭირდება სწორი პოლიტიკური კონვერტაცია და მათ შორის მინდა რომ ჩვენს პოლიტპატიმრებს პოლიტიკურ თხოვებს აქედან მოკითხვა და თავისუფლება ჩვენს პოლიტპატიმრებს და კი ქართულ ხალხთან ერთად უნდა დავიხსნათ ჩვენი მეგობრები თანამებრძოლები